ტაქსის კომპანიები და ტაქსების მძღოლების პროფკავშირები კონკურენციის სააგენტოს მიმართავენ და Yandex ტაქსის საქმიანობის შესწავლას თხოვენ. რაში ადანაშაულებენ ტაქსის კომპანიები ქართულ ბაზარზე ახლად შემოსულ კონკურენტს და გეგმავს თუ არა კონკურენციის სააგენტო ბაზრის შესწავლას. მაკალაშხიაგი ამბობთ. ეს არის Yandex ტაქსის აპლიკაცია, რომელიც შეიძლება ტელეფონში გადმოწერო, ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. მაია მოლაშვილი ერთ-ერთია, ვინც Yandex ტაქსის მომსახურეობით სარგებლობს. ამბობს, რომ ქალაქში გადაადგილება დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს. საკმაოდ ხშირად მოძრაობ Yandex ტაქსით, იმიტომ რომ არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით, კომფორტულია, სუფთაა, საკმაოდ სწრაფადაც მოძრაობენ, კერძო ტაქსებისგან განსხვავდება ფასით. Yandex-ით მგზავრობა კილომეტრზე 50 თეთრი, ყოველ მომდევნო კილომეტრზე კი 30 თეთრი ღირს. კონკურენტები რუსული კომპანიის ქართულ შვილობის დემპინგური ტარიფის დაწესებაში ადანაშაულებენ. კომპანია 200-200-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ Yandex ტაქსი ქართულ ბაზარზე მონოპოლიის შექმნას ცდილობს. Yandex ტაქსმა არაკონკურენტუნარიან გარემოში ჩაგვაყენა არასწორი განახორციელა დემპინგი. ჩვენ ვართ კონკურენციის გარეშე და ფაქტიურად გაკოტრებული კომპანია. რა თქმა უნდა, გაჭირებული ხალხი ისედაც უფულო და ისედაც განახილდა ტარიფები გადავიდა იქითკენ. ესა კონკურენცია და უნდა მონოპოლია ხელში აიღოს და მე ისევ გაზდის ფას, ეს მგზავრებმაც არ იციან. მაშინ 3 და 4 ლარი კი აღარ იღირება ის რომ მონოპოლიას ხელში ჩაიგდებს და ფუფუნების საგანი გახდება ტაქსი. ხდება 7 ლარი, 8 ლარი. საქართველოს ტაქსის მძღოლთა პროფკავშირში კი მიაჩნიათ, რომ Yandex-ი ბაზარზე კანონდარღვევით მოქმედებს. პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, კონკურენციის სააგენტო კომპანიის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს. ჩვენ კონკურენციის სააგენტოს ვთხოვთ, დაიწყოს მოკვლევა, შეისწავლოს, ვინ არის ეს Yandex ტაქსი, სამართლებრივად რა სახელითაა და რა მისამართზე არის რეგისტრირებული, ეს ზოგადად საჯარო ინფორმაცია. გვაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ გადასახადებს არ იხდეს, ამ საკითხის შესწავლასაც ვთხოვთ. საქართველოში Yandex-ის წარმომადგენლები კონკურენტებს არ პასუხობენ. ბრალდებები დღეს მათ უკომენტაროდ დატოვეს. ეკონომისტი ლევან კალანდაძე კი აცხადებს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ქვეყანაში რაიმე სახის რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად, ტარიფების დაწესება მხოლოდ კომპანიების გადასაწყვეტია. ის რომ კომპანიას აქვს დაბალი ტარიფი, ეს არის კომპანიის მხრიდან ინვესტიციის განხორციელება იმაში, რომ ის დამკვიდრდეს და საკუთარი ადგილი მოიპოვოს ბაზარზე. ფასების თაობაზე ბაზარზე და კანონმდებლობაში რაიმე რეგულაცია არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი კონკურენტული გარემო. შეისწავლის თუ არა კონკურენციის სააგენტო ტაქსების ბაზარზე არსებულ ვითარებას ჯერჯერობით უცნობია. ისინი საკითხის შესწავლას მხოლოდ ოფიციალური მიმართვის საფუძველზე დაიწყებენ. სააგენტოში განმარტეს, რომ ერთხელ გამოგზავნილი მიმართვა ადრესატებს მასში გარკვეული ხარვეზის არსებობის გამო უკან დაუბრუნეს. ტაქსებზე რეგულაციის შემოღებაზე რამდენიმე თვეა თბილისის მერიაც მუშაობს. კონკრეტულად რა სახის რეგულაციები უნდა განხორციელდეს თბილისის მერის მოადგილე დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბაზარზე რეგულაციების დაწესება ტაქსის გამოძახების ტარიფს არ შეეხება. რადგანაც არის თავისუფალი ბაზრის პრინციპი და ზოგადად ჩვენი ფიქრითაც მომავალშიც ყველა ტაქსი უნდა იყოს კერძო კომპანია, სატარიფო ნაწილი აქ გათვალისწინებული ბუნებრივია არ იქნება. ანუ ეს ბაზარზე ფასს წარმოქმნას უზრუნველყოფს ყველა მონაწილე, ვინც მთლიანობაში ჩართულია ამ პროცესში. საქართველო, ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც რუსული კომპანია ოპერირებს. Yandex ტაქსმა ქართულ ბაზარზე საქმიანობა 24 აგვისტოდან დაიწყო.